ინტერაქტიული, გასართობი, საგანმანათლებლო. Xbox-ი. მოზარდებისთვის. Xbox-ი. მოგესალმებათ ინტერაქტიული გასართობი საგანმანათლებლო გადაცემა, ანუ Xbox-ი მოზარდებისათვის და ჩვენ მისი წამყვანები ქრისტინე სამხარაძის და ირაკლი მაჩაიძე, საზოგადოებრივი რადიო 1-ის ეთერში ტალღაზე FM 103.4-ზე, ასევე ინტერნეტ საიტზე რადიო 1.წერტილი წარმოგიდგენთ თემებს, რომლებიც ჩვენმა თანატოლებმა მოამზადეს თქვენთვის. შეგახსენებთ, რომ ყველა ჩვენს თანატოლს, ვისაც განსხვავებული და ახალი გამოცდილების მიღება სურს, თავაზობთ Xbox-ის გუნდს შემოუერთდეს. გაიცანით ჩვენს საქმიანობას გადაცემის Facebook გვერდზე Xbox-ი მოზარდებისათვის. შეერჩეთ თქვენთვის ან ჩვენი თანატოლებისათვის საინტერესო თემა. გამოგვიგზავნეთ თქვენი ნამუშევარი და ჩვენი გუნდის სიამოვნებით მოგცემთ ამის საშუალებას. დღევანდელ გადაცემაში თქვენ მოისმენთ ან ნახავთ თემებს, რომლებიც ჩვენი გუნდის წევრებმა საგანგებოდ თქვენთვის მოამზადეს. მოგესმენინებთ FM ბლოგერს ჩვენი გუნდის სერიალების ექსპერტ თამონა მინდიაშვილისგან, ასევე სანიშნეს, რომელშიც ირაკლი გაგაცნობთ მეცნიერების მოსაზრებებს ინტელექტის მემკვიდრეობითობასთან დაკავშირებით. ხმოვან შეტყობინებაში არასამთავრობო ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის წარმომადგენელი ანა არგანაშვილი განმარტავს, რას ნიშნავს ბავშვებისთვის მეგობრული კონსტიტუცია. ჩვენი ვირტუალური ექსპერიმენტული კარაოკე ნიკოლ ადორნოს უმასპინძლებს. გადაცემის ბოლოს ტრადიციულ მუსიკალურ ბლოგში ჰიტპოინტის წამყვანები მარიამ ცოტნიაშვილი და მარიამ დინიშვილი სხვადასხვა დროის ჰიტებს მოგასმენინებენ და გაგიზიარებენ მცირე ინფორმაციას მათი შემსრულებლების შესახებ. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ Xbox-ის გუნდის წევრები თვითონ ირჩევენ ჩვენი თანატოლებისთვის საინტერესო თემებს და მასალებსაც თვითონვე ამზადებენ. თუმცა არც უფროსების მოსმენაზე ვამბობ თუ არც, როდესაც ხმოვან შეტყობინებას გვიტოვებენ. სწორედ ერთ-ერთი მათგანის მონაყოლიდან ვიცით, რომ საბჭოთა კავშირში არსებობდა ასეთი ლოზუნგი: ყველაფერი საუკეთესო ბავშვებს და გავიგეთ ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში ეს მოწოდება უშინაარსო ლამაზი სიტყვები იყო. დღევანდელ ხმოვან შეტყობინებაში მოვესმენთ არასამთავრობო ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის წარმომადგენლის ანა არგანაშვილის მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ როგორი კონსტიტუცია უზრუნველყოფს ჩვენი თანატოლებისათვის ობიექტურად საუკეთესო გარემოს. მოусმინოთ ხმოვან შეტყობინებას. ხმოვანი შეტყობინება. ხმოვანი შეტყობინება. ტიმორ-ლესტეში აზიის ერთ-ერთ პატარა კუნძულზე მდებარე სახელმწიფოში 100-ზე მეტმა ბავშვმა მოაწყო აქცია კონსტიტუციური ასამბლეის შენობის წინ. ბავშვები მოითხოვდნენ თავიანთი ფუნდამენტური უფლებების გათვალისწინებას კონსტიტუციაში, ბავშვთა განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის ნორმების შეტანას. საბოლოო პროცესი სწორედ ამ ბავშვების გამარჯვებით დასრულდა და ამ სახელმწიფოს კონსტიტუციაში აისახა ბავშვთა უფლებები. მიუხედავად ამისა, ბავშვთა უფლებების კონსტიტუციაში ჯერ კიდევ იშვიათად ხდება კანონმდებლების ყურადღების საგანი. 2008 წელს, როდესაც გაეროს ბავშვთა ფონდმა ბავშვთა უფლებების კუთხით იკვლია სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციები, ისინი სამ ტიპად დააჯგუფა. კონსტიტუციები, ეგრეთ წოდებული უხილავი ბავშვებით, სადაც ძირითადად 1945 წლამდე მიღებული კონსტიტუციის ტექსტებია და მათში ბავშვების შესახებ ფაქტობრივად არაფერია ნათქვამი. კონსტიტუციები ბავშვების ეგრეთ წოდებული სპეციალური დაცვის ნორმებით. უმეტესად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიიღეს. მათში ყურადღება გამახვილებულია არა იმდენად ბავშვზე როგორც უფლებების სუბიექტზე, არამედ როგორც ობიექტზე, რომელიც ყოველდღიურად განსაკუთრებულ დაცვას და მოუფრთხილებას საჭიროებს. 1948 წლის ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის ტექსტის კითხულობ. მშობლებს აქვს პრიორიტეტის უფლება აირჩიონ რა სახის განათლება სურს თავიანთი მცირეწლოვანი ბავშვი. როგორც ხედავთ, აქ ბავშვი თავად აზრს არ გამოხატავს, არ ირჩევს, არ მონაწილეობს საკუთარი ცხოვრების შესახებ მისაღებ გადაწყვეტილებებში. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა დაცვის ვალდებულება თავისთავად ბავშვთა უფლებებთან შეუთავსებელი არ არის, იგი არასაკმარისია და სწორედ ეს მიდგომა აქცევს ბავშვს დაცვის ეგრეთ წოდებულ ობიექტად. საქართველოს კონსტიტუციის 34 მუხლი მყარად აგრძელებს ტრადიციას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიძინეს ქვეყნება და ამბობს, დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. ეს ჩანაწერი, ისევე როგორც ჩანაწერი არასრულწლოვანთა შრომის პირობების განსაზღვრის შესახებ, სწორედ მეორე ტიპის კონსტიტუციებს ახასიათებს. 1999 წლიდან მიღებულ კონსტიტუციებში ნელ-ნელა ჩნდება ბავშვთა უფლებების ამსახველი ნორმები. ეს ის კონსტიტუციებია, რომლებიც ბავშვებს არა ვინმეს პროექტად,
თუ ობიექტად მოიაზრებს, არამედ სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტად. ბავშვს მაშინაც აქვს განვითარების და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების უფლება, თუ მასზე ოჯახი არ ზრუნავს, თუ მის თვითგამოხატვის უფროსები არ ეთანხმებიან, თუ მასზე განხორციელებული ძალადობის გამო იგი მშობლებისგან დაცვას მოითხოვს, რადგან სახელმწიფო იცავს მისი როგორც დამოუკიდებელი პიროვნების უფლებას. ამგვარ კონსტიტუციაში ასახული ბავშვთა უფლებების დაჯგუფება შემდეგნაირად შეგვიძლია. ნორმები, რომლებიც ბავშვების აზრის გათვალისწინების და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლებას აფუძნებენ, ნორმები, რომლებიც ბავშვის სიცოცხლესა და განვითარების უფლებას უზრუნველყოფენ და ნორმები, რომლებიც ბავშვებს ძალადობის და ექსპლუატაციისგან დაცვის გარანტიებს წარმოადგენს. განვიხილოთ კონსტიტუციური რეფორმა ბავშვთა უფლებების პერსპექტივით. კონსტიტუციური რეფორმის ჭრილში გაეროს ბავშვთა ფონდი განიხილავს ბავშვთა უფლებების კონსტიტუციაში ასახვის ორ მნიშვნელოვან გზას. გაეროს ბავშვთა უფლებების ძირითადი პრინციპების შეტანა კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპებში და მეორე გზა ბავშვთა უფლებების შესახებ სპეციალური ნორმების შემოღება. მაგალითად, თანასწორობის და დისკრიმინაციის აკრძალვის ნორმა პრინციპი, რაც მნიშვნელოვანია ასევე მოიცავდეს ბავშვთა დისკრიმინაციისგან დაცვის შესაძლებლობას. ვინაიდან არსებობს მაგალითად დისკრიმინაციის ისეთი სპეციალური ფორმები, რომელიც მხოლოდ და უპირატესად ბავშვებისთვის შეიძლება იყოს საფრთხის შექმნელი. მაგალითად, ეს გახლავთ ბავშვების დისკრიმინაცია მშობლის ქორწინების სტატუსის საფუძველზე. აქ მოიაზრებიან ის ბავშვები, რომლებიც ქორწინების გარეშე დაიბადნენ და რომლებიც ამის გამო ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლები. გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც ბავშვის სიცოცხლის განვითარების და დაცვის უფლებებს ეხება, მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციაში ბავშვის შემდეგი უფლებების ასახვით და გარანტირებით იყოს დაცული. ბავშვისთვის ხელმისაწვდომი იყოს სოციალური დაცვის სისტემა და სოციალური სერვისები, განისაზღვროს ოჯახის და მშობლების როლი ბავშვების კანონიერი ინტერესების და უფლებების დაცვაში, ბავშვი დაცული იყოს ძალადობის, უგულებელყოფის და ექსპლუატაციისგან. ბავშვის აზრის და შეხედულების პატივისცემა ეს ის გადამწყვეტი მნიშვნელობის პრინციპია, რომლის გაუთვალისწინებლობას კონსტიტუციას ბავშვებისთვის არამეგობრულად აქცევს. ამ პრინციპის გათვალისწინებას მსოფლიოს კონსტიტუციებში არც ისე დიდი ისტორია აქვს. თუმცა მისი ამოკითხვა კონსტიტუციის ტექსტში თავსახად მენიშნებს კონსტიტუციის შესაბამისობას და ბავშვთა უფლებების უმაღლეს სტანდარტთან. გარდა იმისა, რომ ბავშვები უნდა სარგებლობდნენ კონსტიტუციის დაცული გამოხატვის და შეკრების თავისუფლებით, ამავდროულად ბავშვის აზრის გათვალისწინება სპეციალურ ნორმაში ასახვის თემაა, რომელიც უნდა გულისხმობდეს ბავშვის მონაწილეობას ყველა იმ გადაწყვეტილებაში, რაც ქვეყანაში ხდება და მათ ეხება. რა შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი და საუკეთესო, რაც შეგვიძლია მივცეთ ბავშვებს? იკითხა 1987 წელს ამერიკელმა ბავშვთა უფლებათა დამცველმა მეი ჰარლიმ და თავადვე უპასუხა კითხვას: სამართლიანობა, მშვიდობა, კეთილდღეობა, თავისუფლება, ანუ კონსტიტუციის პრეამბულის დაცული სიკეთეები. ვინ გახდეს კონსტიტუციას ბავშვზე ორიენტირებული? თუ ჩვენ უფროსები მართლაც ორიენტირებული ვართ ბავშვებს მივცეთ საუკეთესო, საქმე ბავშვთა უფლებების კონსტიტუციური უფლებების რანგში აყვანით უნდა დავიწყოთ. თუმცა ხანდახან ისეთ ხდება, რომ უფროსებს ბავშვებისთვის კონსტიტუციის პრეამბულის დაცული სიკეთეების გაყოფა არ უნდათ. ჩვენ ჯერ საქართველოში კანონმდებლები ბავშვების საუკეთესოს მიცემაზე უარს არ იტყვიან. საკუთარი ინიციატივის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით გახდიან საქართველოს კონსტიტუციას ბავშვების ფუნდამენტური უფლებების დამფუძნებელ დოკუმენტად. ხმოვანი შეტყობინება. ხმოვანი შეტყობინება. ეს იყო ხმოვანი შეტყობინება, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის წარმომადგენელმა ანა არგანაშვილმა დაგვიტოვა. ვფიქრობ, ასეთ სერიოზულ თემაზე მსჯელობის შემდეგ ცოტა განტვირთვა არ გვაწყენს. ამიტომ მოდი ჩვენს ვირტუალურ ექსპერიმენტულ კარაოკე კლუბში გადავინაცვლოთ და ჩვენს უცხოელ თანატოლს ნიკოლ ადორნოს მოვუსმინოთ.
rubber band until you pull too hard. Yeah, I'm stopping, I move fast, you won't see me fall apart. 'Cause I've got an elastic heart. X-Boxi. ეს იყო ჩვენი უცხოელი თანატოლი ნიკოლ ადორნოს სიას სიმღერით Elastic Heart. შეგახსენებთ, რომ Xbox-ის ვირტუალური ექსპერიმენტული კარაოკე თქვენს გთავაზობთ საკუთარი ვოკალური შესაძლებლობების მოსინჯვას. თუ ფიქრობთ, რომ საშუალო მუსიკალურ მონაცემებთან ერთად საკმარისი გამბედაობა და სურვილიც გაქვთ თქვენი ნამღერი ფართო აუდიტორიას მოესმენინოთ, შეგვიხმიანეთ ჩვენი გადაცემის Facebook გვერდზე Xbox-ი მოზარდებისათვის და ჩვენ სიამოვნებით მოგცემთ ამის საშუალებას. ახლა კი ვიდრე FM ბლოგერს შემოგთავაზებთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ გახდეთ Xbox-ის გუნდის წევრი. ამისთვის უნდა ესტუმროთ გადაცემის Facebook გვერდს Xbox-ი მოზარდებისათვის და გამოგვიგზავნოთ თქვენი ნამუშევრები ნებისმიერ თემაზე, რომელიც თქვენთვის არის საინტერესო, ან ფიქრობთ, რომ ჩვენს თანატოლებს დააინტერესებს. გაიცანით ჩვენს საქმიანობას გადაცემის Facebook გვერდზე Xbox-ი მოზარდებისათვის. შეერჩეთ თქვენთვის ან ჩვენი თანატოლებისათვის საინტერესო თემა. გამოგვიგზავნეთ თქვენი ნამუშევარი და ჩვენი გუნდის სიამოვნებით მოგცემთ განსხვავებული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას. მოусმინოთ FM ბლოგერს ჩვენი გუნდის სერიალების ექსპერტ თამუნა მინდიაშვილისაგან. FM ბლოგერი 102.4 FM ბლოგერი. ზაფხული დაიწყო. რაც იმას ნიშნავს, რომ უფროსებისთვის სამუშაო, ბავშვებისთვის კი სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. იმედია ბოლოს და ბოლოს ტემპერატურაც აიწევს იმ ნიშნულამდე, როცა მთელი დღის საქმეებით დაღლილები, სიცხისგან შეწუხებულები და საღამოს სახლში დაბრუნებულები დასვენებისა და განტვირთვისათვის განსაკუთრებული სიამოვნებით ჩაუჯდებით საყვარელ გადაცემებს, სერიალებს ან წიგნებს, ზოგი ნაყინით, ზოგი ბატიბუტით ან სხვა სასუსნავით, ზოგი გამაგრილებელი სასმელით. ისინი, ვინც სერიალებს ანიჭებენ უპირატესობას, ალბათ დამეთანხმებიან. სერიალმა ისეთი ჩათრევა იცის და ერთგული მაყურებელი ახალი სერიის გამოსვლას ისეთი გულისფანცქალით ელოდება, რომ მზად არის დაწყებული საქმე შუა გზაზე მიატოვოს, როცა ის ბოლოს და ბოლოს ეკრანზე გამოვა. განსაკუთრებით მაშინ, თუ წინა სერია წერტილით კი არა კითხვის ნიშნით დასრულდა. გამარჯობა, მე თამუნა მინდიაშვილი ვარ და ტელეშოუ, რომელზედაც დღეს უნდა მოგიყვეთ, დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი სერიალების კატეგორიას მიეკუთვნება. სერიალზე სახელწოდებით Lost, ანუ დაკარგულები მუშაობა 2004 წლის იანვარში დაიწყო. ავტორების ჩანაფიქრით, შოუ უნდა ყოფილიყო ერთგვარი ჰიბრიდი, დაახლოებით ისეთი წიგნისა, როგორიცაა ბუზების ბატონი, ფილმისა განკვეთილი, სატელევიზიო სერიალისა ჯილიგანის კუნძული და რეალიტი შოუსი უკანასკნელი გმირი. დაკარგულების პირველი ორი სერია ყველაზე ძვირადღირებული გამოდგა ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში. გადაღებებისთვის დახარჯულმა დაახლოებით 10-14 მილიონმა შემქმნელებს სასურველი შედეგი მოუტანა. დაკარგულები გამოსვლისთანავე წლის საუკეთესო სერიალად აღიარეს. სიუჟეტი დაძაბული და საინტერესოა. მოქმედება იდუმალ კუნძულზე მიმდინარეობს. ერთ ჩვეულებრივ დღეს თვითმფრინავი ოუშენი 815 კურსიდან გადაუხვევს და ჩამოვარდება. 324 მგზავრიდან კი მხოლოდ 71 გადარჩება. ჩემი აზრით სიუჟეტი თუნდაც მხოლოდ ამ ამბის გარშემო რომ ვითარდებოდეს თავისთავად საინტერესო იქნებოდა, თუმცა ძირითადი სიუჟეტური ხაზი ბევრად უფრო ფართოა. კუნძული საიდუმლოებითაა მოცული. ჩემთვის და ალბათ სხვა მაყურებლისთვისაც ამ განცდას ამძაფრებს ისიც, რომ ერთი შეხედვით უკაცრიელ კუნძულზე საიდანღაც მოულოდნელად ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ავიაკატასტროფის დროს თვითმფრინავში არ იმყოფებოდნენ. კუნძულზე მათ აღმოჩენას კი რაციონალური ახსნა არ გააჩნია. ძნელი ასახსნელია, თუ შეუძლებელი არა უკურნებელი სცენით დაავადებული ადამიანების მოულოდნელი განკურნებაც. სერიალში 14 ცენტრალური პერსონაჟია, რაც ისეთი მასშტაბური შოუსთვისაც კი როგორიც დაკარგულებია საკმაოდ ბევრია. სამაგიეროდ მაყურებელს ეს ერთი რომელიმე პერსონაჟის თავგადასავალზე კონცენტრირებით გამოწვეული მოწყენის განიცავს, რომელიმე გმირის სიუჟეტური ხაზი მოსაბეზრებელი რომ არ გახდეს, ავტორები ეტაპობრივად გვაცნობენ თითოეული პერსონაჟის ისტორიას. დაკარგულებში, როგორც გითხარით, რამდენიმე ჟანრისთვის დამახასიათებელი ელემენტებია თავმოყრილი.
ფანტასტიკის, დრამისა და თრილერის შერწყმაკი სიუჟეტს იმდენად საინტერესოდ მართავს, იმდენად კარგად მიჰყავს ეპიზოდის დასასრული წერტილის ნაცვლად კითხვის ნიშნამდე, რომ მორიგ სერიაში პასუხის მიღების სურვილი ჩეპყრობილი მაყურებელი შეიძლება მთელი დღე ვერ მოსწყდეს ფილმს, რაც მე არაერთხელ მომსვლია. სერიალი მხოლოდ 6 სეზონისგან შედგება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის 2010 წელს დასრულდა და ამ ხნის განმავლობაში არაერთი სხვა არანაკლებ საინტერესო ტელეშოუ გამოვიდა ეკრანებზე, ვფიქრობთ, თუ მის ყურებას გადაწყვეტ მოძველებულად ან მოსაბეზრებლად ნამდვილად არ მოგეჩვენებათ. თავარია გქონდეთ წვდომა ინტერნეტთან და სასურველია ბევრი თავისუფალი დრო, რომ მის ყურებაში აუცილებლად გასაკეთებელ საქმეებზე დარდმა ან სინდისის ქენჩნა მარ შეგაწუხოთ. ჩემი დრო კი ამოიწურა. მე თამუნა მინდიაშვილი ვარ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. FM ბლოგერი 102.4 FM ბლოგერი. ეს იყო FM ბლოგერი თამუნა მინდიაშვილთან ერთად. შეგახსენებთ, რომ Xbox-ის გუნდი სათანამშრომლოდ იწვევს ყველა ჩვენს თანატოლს, ვისაც ამის სურვილი აქვს და ვინც გადაცემის Facebook გვერდზე Xbox-ი მოზარდებისათვის გამოგგზავნის საკუთარ ნამუშევრებს ნებისმიერ თემაზე, რომელიც მისთვის არის საინტერესო, ან ფიქრობს, რომ ჩვენს თანატოლებს დააინტერესებს. ვიდრე Xbox-ის გუნდის წევრების მიერ თქვენთვის მომზადებულ სხვა მასალებსაც შემოგთავაზებთ, შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი რადიო 1-ის ეთერში ტალღას FM 104.4-ზე, ასევე ინტერნეტ საიტზე რადიო 1.წერტილით თქვენ უსმენთ ან უყურებთ ინტერაქტიულ გასართობ საგანმანათლებლო გადაცემას, ანუ Xbox-ი მოზარდებისათვის. ჩვენ კი მისი წამყვანები ქრისტინე სამხარაძე და ირაკლი მაჩაიძე ვართ. Xbox-ი. ახლა Xbox-ში სანიშნის დროა. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ თუ თქვენს გაგიჩნდათ სურვილი გახდეთ Xbox-ის გუნდის წევრი, გამოგგზავნეთ თქვენი ნამუშევრები ნებისმიერ თემაზე, რომელიც თქვენთვის არის საინტერესო, ან ფიქრობთ, რომ ჩვენს თანატოლებს დააინტერესებს. გაიცანით ჩვენ საქმიანობას გადაცემის Facebook გვერდზე Xbox-ი მოზარდებისათვის. შეარჩიეთ თქვენთვის ან ჩვენი თანატოლებისთვის საინტერესო თემა. გამოგვიგზავნეთ თქვენი ნამუშევარი და ჩვენი გუნდის სიამოვნებით მოგცემთ განსხვავებული გამოცდილების მიღების საშუალებას. მოვესმინოთ სანიშნეს, რომელშიც ჩემი თანაწამყვანი ირაკლი მაჩაიძე გაგაცნობით მეცნიერების მოსაზრებებს ინტელექტის მემკვიდრეობითობასთან დაკავშირებით. სანიშნე. თითქმის ყველა მშობელს შვილი მასთან ემსგავსოს. ლამაზ გარეგნობით, ჭკვიანს ინტელექტით. გენეტიკა როგორც მეცნიერება გარანტირებულად თუ არა საიმედო საფუძველს იძლევა საამისოდ. თუმცა ხშირად ისეც ხდება, რომ შთამომავლობა წინაპრებს იმედებს უცრუებს ხოლმე. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი გენიალური ადამიანების შემთხვევაში ხდება, რამაც გააჩინა ხუმრობანარევი გამოთქმა. ბუნება გენიოსების შვილებზე ისვენებს. მე ირაკლი მაჩაიძე ვარ და დღეს თქვენთან ერთად შევეცდები გავარკვიო, არის თუ არა ინტელექტი გენეტიკური. ადამიანებს დიდი ხანია ეს კითხვა აწუხებთ, მას შემდეგ კი რაც მეცნიერებმა დნმ-ი აღმოაჩინეს და დაადგინეს, რომ წინაპრებსა და შთამომავლობა შორის მსგავსებასა და განსხვავებებს სწორედ გენების კომბინაციები განაპირობებს, რა თქმა უნდა, ინტელექტის მემკვიდრეობითობის შესწავლას დიდი ინტერესით დაიწყეს. კვლევებმა აჩვენა, რომ ინტელექტს როგორც თვალისფერს გენეტიკა განსაზღვრავს მხოლოდ ნაწილობრივ. მოდი უფრო დეტალურად განვიხილოთ, რას გულისხმობთ. ადამიანის 3 მილიარდი დნმ-ის წყვილიდან მის ინდივიდუალურობას, ანუ განსხვავებულობას, მხოლოდ 15 მილიონი განსაზღვრავს. ამ განსხვავებულობებს შორის არის ინტელექტიც. რაც იმას ნიშნავს, რომ ინტელექტის თუ შეიძლება ასე ითქვას, გარკვეული რაოდენობა გენეტიკურია, ზოგისთვის მეტი, ზოგისთვის ნაკლები. არსებობს მოსაზრება, რომ ინტელექტის საბოლოო დონეს გენეტიკასთან ერთად თანაბრად განაპირობებს გარემო ფაქტორები. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ გენეტიკურად მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანს მარტივად რომ თქვათ, გარემო არ უწყობს ხელს მისი ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებაში, ის წყალიბდება პოპულაციის სხვა, საშუალო ინტელექტის მქონე ინდივიდების მსგავს ადამიანად. ამაზე დაყრდნობით, როგორც კვლევები აჩვენებს, მემკვიდრეობით მიღებული ინტელექტი, როგორც წესი, არ იძლევა ინტელექტის მნიშვნელოვან სხვაობას ადამიანებს შორის და ეს სხვაობა დაახლოებით 5%-ის ფარგლებში მერყეობს.
ამა თუ იმ ადამიანის ინტელექტის დონის შეფასებისას კაცობრიობა საუკუნეების მანძილზე სუბიექტური მოსაზრებებით ხელმძღვანელობდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ფრანგმა ფსიქოლოგმა ალფრედ ბინემ შეიმუშავა ინტელექტის საზომი ტესტი, რომელიც ამჟამად სტენფორდ ბინეს სახელწოდებითაა ცნობილი. ის ზომავს ზოგად უნარებს და შესაძლებლობებს. მოგვიანებით სპეციალისტებმა შემოიღეს ეგრეთ წოდებული G ფაქტორი, რომელიც აბსტრაქტული აზროვნებისა და პრობლემასთან გამკლავების უნარს განსაზღვრავს. IQ ტესტის სტანდარტი იყო ყველა ასაკისთვის, თუმცა მოგვიანებით შეიქმნა ინტელექტის ტესტი ბავშვებისთვის და მოზარდებისთვისაც. რაც შეეხება გენეტიკური ინტელექტს და პასუხს კითხვაზე, აქვს თუ არა გენეტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა ინდივიდის ინტელექტუალური შესაძლებლობების განსაზღვრაში, ის მეცნიერების ინტერესისა და კვლევის ერთ-ერთ აქტუალურ თემად რჩება. ცდების ობიექტები ცხოველები არიან, უფრო ხშირად და ძირითადად ვირთხები. ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს ერთმანეთთან აწყვილებდნენ სწრაფად დასწავლის უნარის მქონე ვირთხებს და ცალკე ვირთხებს, რომლებსაც ეს უნარი ნაკლებად ჰქონდათ გამოვლენილი. საცდელი ჯგუფების რამდენიმე თაობაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ სწრაფად დასწავლის უნარის მქონე ვირთხების შთამომავლები, როგორც წესი, ამ თვისების მატარებლები აღმოჩნდნენ. საინტერესო შედეგს იძლევა ისეთ იდენტურ ანუ მონოზიგოტურ ტყუპებზე დაკვირვება, რომლებიც სხვადასხვა გარემოში იზრდებიან. მათ შორის ინტელექტის კოეფიციენტი თითქმის თანაბარია დიზიგოტური ტყუპებისგან, ან იმ წყვილებისგან განსხვავებით, რომლებსაც ნათესაური კავშირი არ გააჩნიათ. 4 ფართომასშტაბიანი კვლევა ჩატარდა ინგლისში, დანიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. სულ 122 წყვილი ტყუპი გამოიკვლიეს და დაასკვნეს, რომ მათ შორის ინტელექტის კოეფიციენტში განსხვავება 6-7 ერთეულს შეადგენს. სტანდარტული გადახრის გათვალისწინებით კი სხვაობა 4-5 ერთეულამდე მცირდება. კვლევები ასევე აჩვენებს, რომ ნაშვილები ბავშვების შემთხვევაში ისინი უფრო ბიოლოგიურ მშობლებს ემსგავსებიან ინტელექტის კოეფიციენტის მაჩვენებლით, ვიდრე მშვილებელ წყვილს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გარემო ფაქტორებს ინტელექტის მაჩვენებლის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ინტელექტის მემკვიდრეობითობის მხარდამჭერთა აზრით, მისი წილი ინტელექტში არის 80%, ხოლო გარემოს ზემოქმედების შედეგი მხოლოდ 20%-ია. რადგან ინტელექტუალურმა ადამიანმა სრულიად თავისუფლად შეიძლება გამოავლინოს საკუთარი ინტელექტი არასახარბიელო გარემოშიც. ასია თუ ისე საკითხზე დავაკამათი ჯერჯერობით გრძელდება და ამ ეტაპზე დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ აკაკი წერეთლის ცნობილი ფრაზა, მაგრამ მარტო ცრუხნა რას იზამს თუ ბუნებამც არ უშველა, ინტელექტის მემკვიდრეობითობის მხარდამჭერთა წისქვილზე იასხამს წყალს. სანიშნე. ეს იყო სანიშნე ირაკლი მაჩაიძესთან ერთად. შეგახსენებთ, რომ ყველა ჩვენს თანატოლს, ვისაც განსხვავებული და ახალი გამოცდილების მიღება სურს, თავაზობთ Xbox-ის გუნდ შემოუერთდეს. გაიცანით ჩვენს საქმიანობას გადაცემის Facebook გვერდზე Xbox-ი მოზარდებისათვის. შეარჩიეთ თქვენთვის ან ჩვენი თანატოლებისათვის საინტერესო თემა. გამოგვიგზავნეთ თქვენი ნამუშევარი და ჩვენი გუნდის სიამოვნებით მოგცემთ ამის საშუალებას. განვაგრძობთ გადაცემა საზოგადოებრივი რადიო 1-ის ეთერში ტალღაზე FM 104-ზე, ასევე ინტერნეტ საიტზე radio1.gi. შეგახსენებთ, რომ თქვენ უსმენთ ან უყურებთ ინტერაქტიულ გასართობ საგანმანათლებლო გადაცემას, ანუ Xbox-ი მოზარდებისათვის. ჩვენ კი მისი წამყვანები ირაკლი მაჩაიძე და ქრისტინე სამხარაძე ვართ. Xbox-ი. ამ მესობაში Xbox-ში მუსიკისა და ჰიტ-პოინტის დრო დადგა, მაგრამ ვიდრე გავიგებთ რა გველოდება მუსიკალურ ბლოკში, შეგახსენებთ, რომ Xbox-ის ვირტუალური ექსპერიმენტული კარაოკე ჩვენს თანატოლებს საკუთარი ვოკალური შესაძლებლობების მოსინჯვას თავაზობს. ამისთვის საჭიროა თუნდაც საშუალო მუსიკალური მონაცემები, ცოტა გამბედაობა და სურვილი, თქვენი ნამღერი ფართო აუდიტორიას მოასმენინოთ. შეგვეხმიანეთ ჩვენი გადაცემის Facebook გვერდზე Xbox-ი მოზარდებისათვის და ჩვენ სიამოვნებით მოგცემთ ამის შესაძლებლობას. ახლა კი მოვასმინოთ ჰიტ-პოინტს. Hit point. მუსიკალური ბლოკი. Hit point. მოგესალმებით. ეს არის hit point და ჩვენ მისი წამყვანები. მე მარიამ ცოტნიაშვილი და მე მარიამ დიმიშვილი. მრავალი თაობისთვის საყვარელი ამერიკული როკ ჯგუფია ZZ Top. ზოგჯერ მათ მოიხსენიებენ როგორც The Little Old Band from Texas. მათი სტილი, რომელიც საფუძველს იღებს ბლუზზე დაფუძნებული ბუგი როკიდან, ითავსებს ელემენტებს არენა როკიდან, სამხრეთის როკიდან და საცოქრო როკიდან. ჯგუფი ჩამოყალიბდა 1979 წელს ჰიუსტონში. მოგვიანებით ჯგუფს შეუერთდა ბასისტი ლანიერ კრეიგი. იმავე წელს კრეიგი და მიჩელი წავიდნენ და მათი ადგილები ჯგუფში დაიკავეს დასტი ჰილმა და ფრენკ ბირდმა ჯგუფიდან American Blues. ბენდმა მალე გაიჩინა თაყვანისმცემლები ტეხასში. 1970 წელს მათ კონტრაქტი გააფორმეს ლეიბლთან London Records
და გამოუშვეს რამდენიმე ალბომი, დაწყებული მათი 1971 წლის სადებიუტო ალბომით, რომელსაც მოყვა Rio Grande Mood 1972 წელს. 1973 წელს ალბომით Transformers ჯგუფი მოხვდა მეინსტრიმში, ხოლო მათმა მომდევნო 1975 წლის ალბომმა Fandango ბენდი უფრო პოპულარული გახადა. 1970-იანების შუა წლებში ჯგუფის ყველაზე დიდი ტურნეს ფარგლებში მოხსნა მსმენელთა დასწრების რეკორდი. 1977 წელს ჯგუფმა გადაწყვიტა 2 წლიანი შესვენების აღება. სწორედ ამ პერიოდში მოუშვეს გიბსონმა და ფილმა კერდამდე წვერი. მათი იმიჯის ამცვლელებას გამოეხმაურა კომპანია ჯილეტი, რომელმაც ბენდის წევრებს რეკლამაში გადაღება შესთავაზა $1 მილიონ სანაცვლოდ. ჯგუფის წევრებმა ჯილეტს უარი განუცხადეს, რადგან მათ იმიჯი ბევრად მეტი უღებდათ. ჯგუფის ერთადერთი წევრი, რომელიც წვერს არ ატარებს, დრამერი ფრენკ ბირდია, რომელსაც მხოლოდ ულაშები აქვს და რომლის გვარიც სწორედ წვერს ნიშნავს. 1979 წელს ჯგუფი დაბრუნდა და კონტრაქტი გააფორმა ლეიბლთან Warner Bros. Records. 1983 წელს ჯგუფმა გამოუშვა ალბომი Eliminator, რითაც მათ პოპულარობის ახალმწვერვალებს მიაღწიეს. 80-იანი წლების ბოლოსთვის ჯგუფმა შექმნა რამდენიმე ჰიტი და რამდენჯერმე მიიღო ჯილდოების საუკეთესო მუსიკალური ვიდეოებისთვის. ZZ Top-მა გაყიდა 50 მილიონზე მეტი ალბომი მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის 25 მილიონი მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჯგუფის 8 სიმღერა შესულია Billboard Hot 100-ში და 3 MTV-ის მუსიკალური ვიდეოების ჯილდო. თავდაპირველი შემადგენლობით 40 წლის შემდეგაც კი განაგრძობდნენ ტურნეებს და სიმღერების წერას. 2004 წელს ჯგუფი შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. ახლა მინდა შემოგთავაზოთ ZZ Top-ის სიმღერა Give Me All Your Lovin'. Gotta back it up, baby. Work it like a new boy should. Give me all your loving, all your hugs and kisses too. Give me all your loving, don't wait up until we're through. ავრილ რამონა ლავინი დაიბადა 1984 წლის 27 სექტემბერს. ის არის კანადელი მომღერალი, მუსიკოსი და სიმღერების ავტორი. მისი კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო. ავრილმა საკუთარი ძალებით შეისწავლა გიტარაზე დაკვრა. 16 წლის ასაკში მომავალ წარმატებაზე ოცნებისას გადასახლდა ნიუ-იორკში. ლეიბლი არის და მისი მონაცემებით მხოლოდ მაშინ დაინტერესდა, როდესაც ლავინი იმედგაცრუებული კანადაში დაბრუნებას აპირებდა. მასთან გაფორმდა 3 წლიანი კონტრაქტი. 1 წლის შემდეგ გამოვიდა ავრილის სადებიუტო ალბომი Let Go. მისი გაყიდვების ტირაჟმა 8 მილიონს მიაღწია. 17 წლის ასაკში ავრილი ჩარტების სათავეში მოექცა. 8 კვირის განმავლობაში მისი სიმღერა Complicated ჩარტების პირველ ათეულებში იმყოფებოდა. 2 კვირის განმავლობაში ავრილმა შექმნა 12 სიმღერა, რითაც ყველა გააოცა. ეს კომპოზიციები მოხვდა მის შემდეგ სტუდიურ ალბომში Under My Skin. მისი გამოცემა დაემთხვა მომღერლის ცხოვრებაში რთულ ეტაპს, როდესაც იგი იმედგაცრუებული იყო უიღბლო სიყვარულის გამო. 21 წლის ასაკში მან იქორწინა ჯგუფის Sum 41 სოლისტ დერეკ უიბლისთან, რომელსაც 2009 წელს გაშორდა. უიბლი იყო ავრილის მესამე სტუდიური ალბომის The Best Damn Thing თანაპროდიუსერი. მომღერლის მეოთხე ალბომი Goodbye Lullaby 2011 წლის მარტში გამოვიდა. 2010 წლის ფილმის ალისა საოცრებათა ქვეყანაში ერთ-ერთი საუნდტრეკი იყო ავრილის სიმღერა Alice. დღეისათვის ლავინი არა მხოლოდ მუსიკითაა გატაცებული, არამედ მოდის ინდუსტრიაშიც მოღვაწეობს. ის არის ტანსაცმლის ხაზის Abby Downing-ის ავტორი. გამოშვებული აქვს ფილმები Black Star და Forbidden Rose. 2009 წელს ავრილის ინიციატივით ნიუ-იორკში მოეწყო მოდის კვირეული. ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ ავრილის ერთ-ერთი კომპოზიცია Complicated.
announced, dressed up like you're something else. Where you are and where it's at, you see, you're making me laugh out when you strike your pose. Take off all your preppy clothes. You know you're not fooling anyone when you become somebody else. Round everyone else, you're watching your back like you can't relax. You're trying to be cool, you look like a fool to me. Tell me why you had to go and make things so complicated. I see the way you're acting like you're somebody else, gets me frustrated. Life's like this, you fall and you crawl and you break and you take what you get and you turn it into honesty. Promise me I'm never gonna find you faking. No, 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 chill out, what you yelling for? Lay back, it's all been done before. And if you could only let it be, you will see somebody else round everyone else. You're watching your back like you can't relax. You're trying to be cool, you look like a fool to me. Tell me why you have to go and make things so complicated. I see the way you're acting like you're somebody else, gets me frustrated. Life's like this, you fall and you crawl and you break and you take what you get and you turn it into honesty. Promise me I'm never gonna find you faking. No, no, why you have to go and make things so complicated? I see the way you're acting like you're somebody else, gets me frustrated. დღეისათვის სულ ეს იყო. გამშვიდობებით მომავალ შევხვედრამდე Hit Point-ში. მე მარიამ ცოტნიაშვილი და მე მარიამ დილიშვილი. And you turn it into honesty. Promise me I'm never gonna find you faking. No, no, no. Hit Point. მუსიკალური ბლოკი. Hit Point. ეს იყო Hit Point-ი. გადაცემა დასრულდა. ვიდრე დაგამშვიდობებით შეგახსენებთ, რომ თუ თქვენ გაგიჩნდათ სურვილი Xbox-ის გუნდის წევრი გახდეთ, გაიცანით ჩვენ საქმიანობას გადაცემის Facebook გვერდზე Xbox-ი მოზარდებისათვის. შეარჩიეთ თქვენთვის ან ჩვენი თანატოლებისთვის საინტერესო ნებისმიერი თემა და გამოგვიგზავნეთ თქვენი ნამუშევრები. ჩვენი გუნდი კი სიამოვნებით მოგცემთ განსხვავებული და სასარგებლო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას. ჩვენ გადაცემის წამყვანები ირაკლი მაჩაიძე და ქრისტინე სამხარაძე Xbox-ის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად მოუთმელად ველით თქვენს გამოხმაურებას. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი რადიო 1-ის ეთერში ტალღაზე FM 104.4-ზე, ასევე ინტერნეტ საიტზე radio 1.gi თქვენ უსმენდით ან უყურებთ ინტერაქტიულ გასართობ საგანმანათლებლო გადაცემას, ანუ Xbox-ი მოზარდებისათვის. გადაცემაზე მუშაობდნენ პროექტის ავტორი მაია მაცხონაშვილი და ხმის რეჟისორი მიხეილ კოჩაძე. მომავალ შეხვედრამდე. ინტერაქტიული გასართობი საგანმანათლებლო Xbox-ი მოზარდებისთვის. Xbox-ი